თანამედროვე მსოფლიოსთვის ენერგეტიკული უსაფრთხოება დივერსიფიცირებულ მიწოდებასა და ენერგოწარმოების მრავალფეროვან წყაროებზე გადის. დივერსიფიცირების შესაძლებლობას იძლევა განახლებადი ენერგიები, რომელიც ერთის მხრივ ენერგიის დაზოგვის, მეორეს მხრივ კი ეკოლოგიური მდგომარეობისთვის მნიშვნელოვანია. ამავდროულად ტექნოლოგიური მრავალფეროვნება გლობალურ ბაზარს აძლევს შესაძლებლობას გამოიყენოს ისეთი ენერგოინფრასტრუქტურა, როგორიცაა სარეზერვო ენერგოსადგურები, ენერგიის დაგროვების სისტემები თუ ქსელური ინტეგრაცია. კონკრეტულად რა ეკონომიკური სარგებლის მოტანა შეუძლია განახლებად ენერგიებს, როგორ იზრდება ენერგოსექტორის ეს მიმართულება და რამდენად ითვისებს ქვეყანა არსებულ პოტენციალს. ამ საკითხებზე და არა მხოლოდ ამაზე ჩვენ სტუმართან საქართველოს მზის ენერგიის განვითარების ასოციაციის თანადამფუძნებელთან თორნიკე დარჯანიასთან ერთად ვიმსჯელებთ. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გაცემაში სტუმრობისთვის. მე თქვენ ბერჯერ გვიწევს ხოლმე საქართველოს ენერგეტიკულ პოტენციალზე ამ ეთერში საუბარი და დღევანდელი გადაცემა სრულიად შეგნებულად მიუძღვენით მხოლოდ ენერგეტიკას და ალბათ ბერჯერ მოგვიწევს კიდე აი ამ მიმართულებებზე საუბარი. რეალურად სად არის დღეს საქართველოს ენერგეტიკული განვითარების კუთხით ბევრი თემაა, რომელიც ამ პროცესში შემოდის და ჩვენ ძალიან ბევრს საუბრობთ, რომ განახლებადი ენერგიების მიმართულებით გვაქვს რეალური შესაძლებლობები, ამბიციები და შემდგომ, მაგრამ ამდენად რეალურად ვაკეთებთ ამას. ესაა საინტერესო თქვენ ერთ-ერთი სტუმრობისას თქვით, რომ ჩვენ უფრო წინ გარკვეულწილად ჩამოვჭით პროცესებსა და უფრო მეტი ნაბიჯი ქონდეს, მეტი სისწრაფით გადასადგმელი, ვიდრე დავუშვათ გადავდგით. აი რა ნაბიჯებია, რომელიც ვერ გადავდგით, ასად დავაგვიანეთ და მე უკვე სლად მინდა ვისაუბროთ სახელმწიფოს როლზე ამ ნაწილში და დავუშვათ სექტორის როლზე თავად. მადლობა მოწვევისთვის პირველ რიგში. სად დავაგვიანეთ შეიძლება ძალიან ვთქვათ შორს წავიდეთ უკან წლებში და ასე ვთქვათ იქიდან დავიწყოთ, ანუ საიდან მოდიოდა ეს დაგვიანება, ჩვენ ქონდა ეგრეთ წოდებული სტაგნაციის პერიოდი, როცა ენერგეტიკის სამინისტრო გაუქმდა და დაახლოებით 3-4 წელი არაფერი არ ხდებოდა, ანუ ენერგეტიკაში არავითარი წამახალისებელი მექანიზმი არ არსებობდა, მაგრამ ეს ბოლო პერიოდში დაძლეულია. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის პერიოდი დავკარგეთ, ანუ იმ პერიოდში, როცა მაგალითად ყოველთვის მომყავს ხოლმე მაგალითად სომხეთი, იმიტომ ხა ნუ წავალთ ევროკავშირს ნუ შევედრები და სომხეთს შევედაროთ, მაგალითად ჩვენი მეზობელია, სომხეთი გაცილებით წინა ის, ანუ სომხეთს მაგალითად რომ ვისაუბროთ მზის ელექტროსადგურებზე 300 თუ 400 მეგავატ სიმძლავრემდე აქვს უკვე განვითარებული და საკმაოდ წარმატებით ოპერირებს, ასე თქვა და ხშირ შემთხვევაში ჩვენ იმპორტიც გვაქვს ხოლმე სომხეთიდან და უყურებ ხოლმე რომ აი შეიძლება მზის ენერგიის იმპორტს ვახორციელებთ იმ მომენტში სომხეთიდან. ანუ დღეს ასაც ჩვენ ვაკეთებთ გამოსვლელი ყავდათ რესპონდენტები, ჯუბო იყო სამინისტროდან. ჩვენ ყოველთვის მათთანაც ღიად და ზოგადად ღიად საუბრობთ, რომ 2030 წელი ვახსენე და 2030 წელი ეს ციფრი ესე არ არის ჰაერიდან მოტანილი. პარლამენტის სტრატეგია აქვს დამტკიცებული, რომ ჩვენ 2030 წლისთვის უნდა გავხდეთ ნეტ მწარმოებელი ქვეყანა. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ იმდენი ელექტროენერგია უნდა ვაწარმოოთ, რამდენსაც ჩვენ მოვიხმართ. ანუ ეს უნდა იყოს მინიმუმი, ასე ვთქვათ და ამისათვის რაღარი დარჩენილი 2030 წლამდე ხო, ანუ სადაც 5 წელი და ამ 5 წლის განმავლობაში გვაქვს საკმაოდ სერიოზული ნაბიჯები გასაკეთებელი. არა მხოლოდ სახელმწიფოს, არამედ აქეთკენ ბიზნეს სექტორსაც აქვს და ზოგადად ელექტროენერგეტიკულ სისტემას, იმიტომ რომ ჩვენ ოდესაც საუბრობ და გვიხარია იმაზე, რომ ამდენი სადგური უნდა აშენდეს, ეს სერიოზული გამოწვევაა ზოგადად ქსელისთვის. მაგალითისთვის რომ შევეხოთ ეხლა გაცემულ მემორანდუმს ზოგადად ტექნიკურ პირობებს დაახლოებით 4 მეგავატ სიმძლავრემდე გიგავატ უკაცრავად 4000 მეგავატ სიმძლავრემდე ტექნიკური პირობები აქვს გაცემული სისტემას ენერგოპროს ჯამში ერთობლივად. ანუ როგორ ვაკეთებთ ამის ინტეგრაციას ქსელში, ხო? ის საკაბელო, ასე ვთქვათ, დამაკავშირებელი ევროპასთან, ანუ სამ იქამდე მივიდოდე იმ მშენებლობას დავიწყდე თვითონ ენერგეტიკას უდგას სერიოზული გამოწვევები მომავალი 5 წლის განმავლობაში, რაც უნდა დაძლეულ იქნეს. ასე რომ როცა საუბრობთ იმაზე, სად ასე ვთქვათ, ჩამორჩით ან არ ჩამორჩით, ხო? უნდა შევედაროთ იმას, თუ რა გვინდა და მომავალისკენ გავიხდეთ. 2030 წლისთვის გვინდა რომ ეს ვიყოთ, აქ ვიყოთ, აი ამ ნიშნულზე ვიყოთ და ამისთვის სახელმწიფოს კერძო სექტორს გადამცემ გამონაწილებელ კომპანიებს აქვს უზარმაზარი ესე ვთქვათ სამუშაოები სახელმწიფოს რა აქვს გასაკეთებელი და მე ვისაუბროთ იმაზე კერძო სექტორს რა აქვს გასაკეთებელი. და მნიშვნელოვანია რომ კერძო სექტორის წარმომადგენელი რეალურად ამბობს რომ დიახ ჩვენსკენაც არის პრობლემა და არ არის მხოლოდ სახელმწიფოს გასაკეთებელი. რა თქმა უნდა ჩვენსკენაც არის და ასე ვთქვათ მე არ მიყვას ცალმხრივად ხოლმე ხელის გაშორება. დავიწყოთ სახელმწიფოდან, ანუ სახელმწიფომ გააკეთა ის რომ ეს ხარდაჭერის მექანიზმი
ხმის შემოიღო და ეს იყო ფანტასტიკური ყოველთვის მithქვამს რომ ეს არის წამახალისებელი აი ზუსტად ის სტაგნაციის პერიოდი რაც ჰქონდა ამითი იქნა დაძლეული თუმცა ჩვენ ღიად საუბრობთ ამაზეც რომ უნდა მოხდეს რაც შეიძლება ბიუროკრატიული მექანიზმების ან შემცირება ან დროში დაჩქარება იმიტომ რომ ძალიან პატარა პროექტის რომ ავიღოთ ხომ ანუ იმდენი ასე ვთქვათ შეთანხმება პროცესში ასე ვთქვათ გაწელილი იმდენ სტრუქტურასთან ურთიერთობა უწევს რომ თითო პროექტის შეთანხმებას რა დრო ჭირდება ხოლმე აი მაგალითად თუ გინდა თუ გვაქვს დრო მაგისთვის გავყვეთ ავიღოთ რა ვიცი 2 მეგავატის სიმძლავრის მზის ელექტროსადგური საშენება გვინდა ანუ პირველი მემორანდუმი უნდა გავაფორმოთ სახელმწიფოსთან შემდგომ უნდა დავიწყოთ კვლევას ჭირდება დაახლოებით 3-4 შეიძლება წლამდე გაგრძელდეს ამ შემთხვევაში გარემოზე ზემოქმედების შეფასება არ გვიწევს მაგრამ შეიძლება მოგვიწიოს რიგ შემთხვევაში და ეს კიდევ დამატებით 1 წელიწად ნახევარი ანდომებ ამის გაკეთებას 2 მეგავატიანი 2 მეგავატს არ ჭირდება მაგრამ 2 მეგავატს ზემოთ მაგალითად თქვა 3 მეგავატს ხო 3 მეგავატს შეიძლება დაჭირდეს 2-3 წელი ან უფრო მეტიც კი შეიძლება ხო წელიწად ნახევარი ეს ანუ ჩვეულებრივი მომენტი არის მე გჭირდება მუნიციპალიტეტთან პროცესის დაწყება მე შეიძლება სასოფლო სამეურნეო მიწის გადაყვანა მოგიწიოს არა სასოფლო სამეურნეოში ამის დასაბუთება მე ადგილობრივ ხელისუფლებასთან გუბერნიასთან მოსახლეობასთან საუბარი შეიძლება ვიღაცას რაღაცა პრობლემა გქონდეს და აი ამ ყველაფერში ამ პროცესში და ამ ყველაფერს დაასრულებ ისევ სამინისტროსთან დაბრუნება და სამშენებლო მემორანდუმის გაფორმება რომელიც ისევ მთავრობაზე უნდა იქნეს გატანილი და მთავრობამ უნდა მოიწონოს და ბოლოს მოკლედ მოგიწერეს ხელapa დაიწყე მშენებლობა რო დაასრულეს მშენებლობა და უკვე მე ლიცენზიანტად დადგომა უკვე ესკოსთან სემექსთან რომ გავუშვათ ერთი სადგური ამ შემთხვევაში 3 მეგავატიანი რა აი 2 მეგავატს ამ ფიქრობ რომ რა ვიცი შეიძლება 2 წლამდე თავისუფლად გაიწელოს ან წელიწად ნახევარი ალბათ დაგჭირდება რომ რამდენად შესაძლებელია ამ დროის შემცირება აი ნეტო აღრიცხვის კარგად ვადარებთ ხოლმე ხა ისე ამინდა გამომივიდეს რაღაცა ვაპირისპირებ რაღაცებს ანუ ნეტო აღრიცხვაში ჩვენ როდესაც 500 კილოვატის სიმძლავრის სადგურს ვაკეთებდით 3 თვეში სადგური უკვე ექსპლუატაციაში იყო გაშვებული აი მაგალითად შევადაროთ ანუ იქ იყო ძალიან მარტივი პირობა რა თქმა უნდა ნეტო და მიკრო სიმძლავრის პირდაპირ შეიძლება შედარება ხა ეს იმიტომ რომ ჩემი მხრიდანაც არასწორი გამოვიდოდა ამის თქმა იმიტომ რომ ის არ არეგულირებულია და ეს რეგულირებული სადგურია ეს სხვა მასშტაბის ფაქტორიდან გამომდინარე თუმცა მიუხედავად ამისა ანუ ეს სწრაფად ხდებოდა ამ ყველაფერს ანუ იქ არქიტექტურული ნებართვა ქსელზე მიერთების თანხმობა ანუ ამ შემთხვევაში სემეკი უფრო სწრაფად მუშაობდა ანუ სემეკმა შექმნა ისეთი მექანიზმი რომელიც სწრაფად აკეთებდა ამ ყველაფერს ანუ მაქსიმალურად ამოვარდა ბიუროკრატია თქვა რომ თუ პირობითად თქვა ანუ არსებობს მიერთების შესაძლებლობა ანუ ენერგოპროთელასი ამის შესაძლებლობას გვაძლევენ ესე იგი ტექნიკური პირობა დაცული არის ხო? აქეთ ამ ხარეს ბანკს დაველაპარაკეთ და ბიზნეს მოდელი მოგვიწონა დაგვაფინანსა და გადავედით ასე ვთქვათ დავაკონტრაქტეთ კომპანია და აგვიშენა 60 თვეში ჩაგვაბარა სადგური. კი ბატონო. დავიწყეთ ელექტროენერგიის გაყიდვა. იმ შემთხვევაში, როცა იქითკენ საუბრობთ, X პრობლემებს ვაწყდებით. ან წარმოიდგინეთ, ეს გაწელილი ბიუროკრატია არა მხოლოდ ზოგადად ინვესტორს ვნებს, არამედ იქით ამ ხარეს ფასები გეცვლება. ანუ თლიანი ბაზარი იცვლება, ეს არის მოძრავი ბაზარი, ან განახლებადი ენერგიების ბაზარი არის, ყოველდღიურად იცვლება, სოფლიო ბაზარი არის, ჩათვალეთ და როგორც აი სოფლიო ბირჟაზე ყევები არის, აქაც იგივე ხდება, ახლა პანელი გაიაფებული იყო, ეხლა გაძვირდა მაგალითად 10%-ით, ხო? ესეთი რაღაცები და ეს ყველაფერი ურტყავს უკვე იმ ბიზნეს მოდელს, რომელიც ჩვენ გვინდოდა რომ წელიწადნახევრის წინ, ასე ვთქვათ, იმით წავსულიყავი, წელიწადნახევრის შემდგომ უკვე ის აღარ მუშაობს, ანუ ბანკთან და საკრედიტო დაწესებულებასთანაც უკვე ახალ რეალობაში გიწევთ საუბარი. ასე პირობებში რამდენად გიადვილდებათ ან გირთულდებათ ინვესტორის დარწმუნება, რომ საქართველოში განახლებადი ენერგიების მიმართულებაში ჩადონ ფული, იმიტომ რომ ჩვენ სიტყვის დონეზე განახლებადი ენერგიების მიმართულება რო განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, ყველა ვსაუბრობთ ამაზე, ხელისუფალი იქნება თუ ბიზნესი, მაგრამ რეალურად მაგალითად აი ეს ხელისშემშლელი ფაქტორები ინვესტორთან ურთიერთობის კუთხით გაფერხებთ თუ არა? როცა საუბრობენ ხოლმე ინვესტორს, ეხლა ის ინვესტორიც უცხოური სიტყვა და ყველას მოსდის რომ რატომაც უცხოელი უნდა იყოს ინვესტორი. არანაირად, ანუ დავიწყოთ დამეწუნეთ, ეხლა მე ვისთანაც შეხება მაქვს 95% არიან, 99% არა ქართველები. ანუ ყველა იცნობს ამ რეალობას, რა რეალობაშიც ვიმყოფებით, ანუ ყველა ამ რისკ ფაქტორებს
ინვესტორი. ეს არ არის რაღაცა განყენებული ბიზნეს სექტორი, ანუ ყველა უყურებს საერთო კლიმატურ, ასე თქვა, ბიზნეს კლიმატს ქვეყანაში და ამ კუთხით აფასებს და რა თქმა უნდა ყველა ითვალისწინებს, რომ აი მე რო პირობითად დღეს რაღაცა X წელიწადში ვიმყოფები, Y წელიწადში რომ მივალ ამ ჩემი ასე თქვა ფულის, რომელიც დღეს ფიქრობდი რომ ინვესტირებას გავწევდი, ამის ღირებულება აქ რა მექნება, ანუ მიღის რომ დავიცადო, ასე თქვა და ამ პროექტში განვახორციელო ინვესტიცია თუ მაგალითად წავიდე უძრავქონებაში გავაკეთო, ნებისმიერ სხვა ასე თქვა სექტორში გავაკეთო. ეს არის ასე თქვა თვითონ ანუ ყველა ინვესტორი ეს იქნება მსხვილი, საშუალო, წვრილი და ასე შემდეგ ყველა ასეთი ასე თქვა ფორმულით მოძრაობს და ზუსტად ამას გულისხმობ იმაში რომ ბევრმა შეიძლება უნდოდეს, მაგრამ აი ამ ფაქტორების გამო გადაიფიქროს, ჩვენ გვინდა რომ ის დაუბრუნდეთ ისევით ის დავიწყეთ ხო საუბარი 2030 წელს მივიდეთ და 2030 წლამდე მისვლაში აქეთა მხარის ეს ხალხი გვჭირდება ვინც ფულს ჩადებს ასე ვთქვათ ენერგეტიკაში და იტყვის რომ კი ენერგეტიკა საინტერესო სფეროა, საინტერესო ბიზნესია, მომავლის ასე ვთქვათ სფერო არის. ყველა დარწმუნდა ამაში, იმიტომ რომ შესაძაც მე მახსენდება ხოლმე რომ 7 წლის წინ რომ ეს საქმე დავიწყეთ, ჩვენ რომ ვესაუბრობდით ზოგადად ენერგეტიკაზე ხალხს, ანუ ვერ ხვდებოდნენ რაზე საუბრობდით, ანუ რატო უნდა ჩაედოთ ამაში ინვესტიცია და ეხლა ეს შეცვლილია რადიკალურად. ძალიან ასე თქვა კარგია, ამ სახელმწიფომ იმუშავა, კერძო სექტორმა იმუშავა, აგერ რა ვიცი, თითქმის ყველა ხვდება, რომ ენერგია საჭიროა, ელექტრომობილებზე გადავდივართ, გათბობა გაგილების მიმართულებით, იქაც ელექტროენერგიის ასე თქვა მოხმარება დავიწყეთ და ასე შემდეგ და ნელ-ნელა ხალხი მიდის იმ აზრამდე, რომ თვითონ შეუძლია ნებისმიერს იყოს ინვესტორი. საქართველოს შეუძლია რომ განახლებადი ენერგიების მიმართულებით სერიოზულ წინსვლა მოახდინოს, ანუ ჩვენს ქვეყანას აქვს ამ მიმართულებით პოტენციალი თუ ეს უბრალოდ სიტყვების დონეზეა და დავუშვათ მხოლოდ სურვილების დონეზე ცალკეული ბიზნესმენების. ჩვენ როდესაც საუბრობთ ხოლმე ზოგადად ენერგეტიკაზე, დამეწმუნეთ კონფლიქტური რეგიონების დაბრუნების ერთ-ერთი ასე ვთქვათ ძირითადი მიმართულება შეგვიძლია ვთქვათ რომ შეიძლება გახდეს ენერგეტიკა. წელს რაც მოხდა აფხაზეთში ეს იყო ზუსტად აი მე ხა ეს მაგალითი მომყავს რომ შორსა წავიდე შეიძლება ბევრი არც დაფიქრებულ ამაზე არ გაუაზრებია. ანუ აფხაზეთს წელს შეუწყდა ოკუპირებულ აფხაზეთს შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება ჩვენი მხრიდანაც, ანუ გულისხმობ ენგურს, ანუ აქეთა საქართველოს მხრიდანაც და იქიდანაც რუსეთმა ასე ვთქვათ გამოიჭირა ბჭყალებში და აღარ აწვდიდა ელექტროენერგია. ანუ ჩათვალეთ რომ რა მდგომარეობაში ჩვენ ვიყოფებოდით 90-იან წლებში, იმ მდგომარეობაში დაბრუნდნენ და დაინახეს თუ რამხელა ასე ვთქვათ დამოკიდებულება აქვს და რამხელათი მნიშვნელოვანი არის ასე ვთქვათ დანარჩენი საქართველოს მათთვის. ანუ ხო ხდებით ენერგეტიკა იქ დამერწმუნეთ იქნება მომავალში ჩვენი ქვეყნისთვის და ზოგადად ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის და ერთიანობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განსაზღვრელი ასე ვთქვათ სექტორი. იმიტომ რომ აქ ამ კუთხით ჩვენი სიძლიერე გააძლიერებს ზოგადად თლიან ქვეყანას და ეხა იქ ბევრი საუბრობს ხოლმე რატო გჭირდება იქ ასე ვთქვათ ევროპასთან დაკავშირება კაბელით და ცოტა ხნის წინ რა მოხდა, კარგად შეხედა ყველამ, ესტონეთი, ლიეტუვა და ის ანუ ენერგეტიკულად ჩაეხსნა, ანუ ის ჩვენ დღემდე ვიმყოფებით რუსეთის ენერგეტიკულ ნაწილში. ამ ქვეყნებს დაჭირდათ ძალიან დიდი დრო და თანდაც რუსეთის უკრაინას შეჭრა რომ არა, არავინ არ ვიცით რეალურად ამ გაწყობას მიიღებდნენ თუ არა, იმიტომ რომ ამის წინაპირობაც კი არ ჩანდა რომ ევროკავშირი მზად იყო რუსეთს ენერგეტიკულად ჩახსნოდა და იმდენად იყვნენ დამოკიდებული. ჩვენ უნდა გავხდეთ სხვა ენერგეტიკული სისტემის ნაწილი, უნდა გავხდეთ ევროპული ენერგეტიკული სისტემის ნაწილი, უფრო სტაბილური პოლიტიკურად და ასე ვთქვათ არადამაშანტაჟებელი ენერგეტიკული სისტემის ნაწილი. ბევრს გონია რომ ჩვენ რომ ვაწარმოოთ ჩვენი საკმარისი ელექტროენერგია, ეს არნიშნავს იმას რომ ჩვენ ენერგეტიკულად დამოუკიდებლად. ჩვენ დღემდე ვართ რუსეთის ენერგეტიკული ასე ვთქვათ სიხშირის და ქსელის ნაწილი, იმიტომ რომ ჩვენი სისტემა ბალანსდება რუსეთის ასე ვთქვათ სისტემით. ასე რომ ჩვენი სიძლიერე ანუ კიდევ ერთხელ მე არ მithქვამს ეს აქამდე, აი ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი და დროებით დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებისთვის ზოგადად ქვეყნის სიძლიერისთვის. მე მომყავს ხოლმე მაგალითი, რომ აი თითქოს ხო ნეტო აღრის სხვა როგორი პატარა ასე ვთქვათ ნაწილი არის ამ ყველაფერი მოცულობის, მაგრამ თვითონ ნეტო აღრიცხვის სისტემაში დაახლოებით 200-300 კაცამდე არის დასაქმებული. ანუ ამ პატარა სეგმენტმა შექმნა ამხელა დასაქმების ასე ვთქვათ პოტენციალი და ეს მომავლის ეს ტექნოლოგიები
იგივე ეს ელექტრომობილობა, გათბობის, ანუ ასე ვთქვათ, ეს სხვადასხვა მიმართულებები ხო ქმნის ძალიან ბევრ კარგ სამუშაო ადგილს. და ქვეყნის, ასე ვთქვათ, ეკონომიკაში დიდი წვლილი შეაქვს. ჩვენ და კარგ ნაწილამდე მივედით, რუსეთზე რომ არ ვიყოთ დამოკიდებული, თუნდაც რაღაც კონკრეტულ პერიოდში და მთლიანად თუ არა მეტნაკლებად მაინც უზრუნველყოთ საკუთარი ენერგო დამოუკიდებლობა, ეს მე არ ვიცი, ვის შეიძლება რომ არ უნდოდეს. თუმცა ჩვენ გქონდა შემთხვევა, ხო, ჩვენ გქონდა შემთხვევა, მე ენკას მაგალითი, იმიტომ არ მომყავს, რომ უბრალოდ ვიღაცის შეიძლება ეს იყოს გამაღიზიანებელი, რომ აქ ძალიან სერიოზული პრობლემას დავაწყეთ, მაგრამ ეს იყო მაგალითი, როდესაც ერთი შეხედვით თან გვაქვს ამბიცია, რომ ვიყოთ რუსეთისგან ენერგეტიკულად დამოუკიდებლობა, ისედაც ყველა მიმართულებით დამოუკიდებელი, მაგრამ როდესაც საქმეზე მიდგა ენერგეტიკული დამოუკიდებლობის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი ჰიდროელექტროსადგურების აშენების კუთხით, ჩვენ მსხვილი ჰიდროელექტროსადგური მაქვს ხელობაში, გვაქვს შეფერხებული, გაჩერებული, ვერ დაწყებული და შენ გვაქვს წლების განმავლობაში გვაქვს ეს ჯაჭვი, ხო? აი ამ სიტუაციაში გამოსავალი რა არის? როგორ მოვახდინოთ მოსახლეობის დარწმუნება, რომ ეს მიმართულება არის მნიშვნელოვანი? აქ გარკვეულწილად შემოდის მერე ადამიანთა ჯგუფები, რომლებიც ამ მიმართულებით გარკვეულ პრობლემებს ქმნიდნენ. როგორ მოვახდინოთ ისე, რომ დაუშვათ ერთი რომ მათაც ავუხსდა და მეორე მათთან საუბრი ბარმა ჩვენმა საუბარმა უფრო გადაწონოს დაუშვათ ადგილობრივ მოსახლეობასთან ურთიერთობის კუთხე და შემდგომ. ანუ როგორც ინვესტორი, როგორც ბიზნესმენი, როდესაც ამათვე პროექტს იწყებთ, მოსახლეობასთან როდესაც ურთიერთობთ, რა არის მთავარი პრობლემა, რომელსაც აწყდებით და რამდენად ახერხებთ, რომ ამ ადამიანებს სწორად აუხსნათ, რომ ეს ჩვენ გვჭირდება, თქვენ გჭირდება და ეს არ არის უბრალოდ მხოლოდ ის, რომ მე ვიშოვო ფული. მხოლოდ კარგია. კი, რა თქმა უნდა, მაგრამ მე ხვდები ამ იმას, ასე ვთქვათ, მიზეზებს, სანამ კონკრეტულად ჰიდროელექტროსადგურებზე გადავალ, მე მზის ელექტროსადგურებთან მიმართებით შემიძლია ძალიან კარგი მაგალითი გითხრათ. ანუ წარმოვიდგინოთ რეგიონი, სადაც შენდება 50 მეგავატის სიმძლავრის მზის ელექტროსადგური. ეს იყო სახელმწიფო მიწა, ვიღაცა აძოვებდა ცხვარს და ხვალ და ზეგ ვეღარ მოაძოვებს ცხვარს, იმიტომ რომ ვიღაცა ინვესტორი მოდის და აშენებს ის ელექტროსადგურს. რა თქმა უნდა, უკმაყოფილებას გამოიწვევს ეს, მაგრამ თუ ჩვენ ვეტყვით, რომ მოდი მეგობარო, შემოგიშვებ ჩემს ტერიტორიაზე, პირიქით შენი ცხვარი დაცული იქნება და ეს ყველაფერი ერთად გავაკეთოთ, აი ეს არის კარგი მაგალითი ადგილობრივ მოსახლეობასთან და ბიზნესთან, ასე ვთქვათ, ბიზნესის და ადგილობრივი მოსახლეობის კარგად, ასე ვთქვათ, თანამშრომლობის და იმის. თუ ჩვენ ვიტყვით, რომ არა, იცი რა, შენ ხა არ მაინტერესებს, საერთოდ შენი ინტერესი ცხვარს რო აძოვებდი, მე ეს გადმომეცა და უნდა ავაშენო ეს სადგური. ახერხებს ბიზნესი ამ მიმართულებით მუშაობას თუ მაინც უფრო ელოდება სახელმწიფოს, რომ მოდი სახელმწიფო მაუხსნას ეს შემიძლია არ არის? სახელმწიფომ ერთადერთი რაც უნდა გააკეთოს, უნდა აუხსნას მოსახლეობას და თითოეულმა ჩვენთაგანმა უნდა აუხსნას ჩვენს მეგობრებს, ჩვენს ავიცი, ახლობლებს და შემდეგ თუ რა მნიშვნელობა აქვს ენერგეტიკას. იმიტომ რომ მოსახლეობას და ესეც აუცილებლად თქვათ არ აწვევა დღეს ენერგეტიკული ხარჯი. ანუ გულისხმობ იმას, რომ ვიღაცა რომ 18 თეთრ სიხდის თეთრში და 20 თეთრ სიხდის და ვიღაცა რომ 57 თეთრ სიხდის მაგალითად 1 კუბურ მეტრ გაზში. ეს უნდა ვთქვათ ყველამ ღიად, რომ ეს არის მეგობრებო სუბსიდირებული. და თქვენ ასეთი დაბალი ტარიფი იმიტომ გააქვთ, რომ ბიზნესი იქ სოციალური ფონის გათვალისწინებით შესაძლოა ვიღაცისთვის ესე ძალიან მაღალია, თუმცა რეალურად ეს არის ვიღაცისთვის შეიძლება ეს მაღალი არის, მაგრამ უნდა ვთქვათ, რომ ბიზნესი ლარი და 20 სიხდის, ორჯერ მეტ სიხდის. ხომ? და ანუ არ არსებობს, ანუ ისევე როგორც თვითონ ჩვენთაგანი, რა ვიცი, რაღაცას ყიდულობთ, ხომ? და ეს ამას ფასი აქვს, ენერგიასაც აქვს ფასი. უბრალოდ აი ეს დაწოლის მომენტი გადატანილი არის მოსახლეობიდან ბიზნესზე და შესაბამისად, ვინაიდან ეს მოსახლეობას არ აწვება, მოსახლეობა ვერ ხვდება ენერგეტიკული ხარჯის ზოგადად ენერგიის მნიშვნელობას. და საბოლოო ჯამში უნდა ისიც ვთქვათ, რომ აქეთკენ გადმოტანილი ეს ხარჯი ბიზნესთან ისევ და ისევ მოსახლეობის მიერ ხდება ამისი გადახდა. ამიტომ ჩვენ თუ თითოეულ ჩვენთაგანი ვერ გავიაზრებთ, რომ სწორი მექანიზმი არ არის ამ შემთხვევაში, სწორი მექანიზმი არის, კი, არ არის სწორი მექანიზმი, მე ყოველთვის ამას ვამბობ, კი, ჩვენ გვაქვს მძიმე სოციალური ფონი და ჩვენ მოგწონს, რომ და მოგწონს პოლიტიკურადაც მოგწონს, რომ დაბალი ტარიფები არის მოსახლეობაში, მაგრამ ჩვენ მოსახლეობას არ ველაპარაკებით, რატომ აქვთ მათ ესეთი დაბალი ტარიფი, იმიტომ რომ რეალური დატვირთვა გადატანილი არის ბიზნესი აფინანსება, საბოლოო ჯამში ბიზნესი ამ ენერგეტიკულ ხარჯს თავისივე პროდუქტში შეყავს, რომელსაც ჩვენ ვიხდით, ხომ? ამიტომაც ჩვენ უნდა აუხსნათ ყველას, რომ
რაც შეიძლება მეტი იაფი ენერგია უნდა გქონდეს და ეს არის საბოლოო ჯამში მთლიანი ენერგეტიკული კალათა და ამ ენერგეტიკულ კალათაში თუ იქნება იაფი ენერგიები თუნდაც იაფად ნაწარმოები მზის ენერგიით ჰიდროელექტროსადგური და შემდეგ და ჩვენი საკმარი ენერგია თუ გვექნება ხომ ანუ ეს არის ზუსტად იმისი გარანტი რომ მისი ასე ვთქვათ ის ტარიფიც და მისი ასე ვთქვათ ტარიფიც არ გაძვირდება და არც ბიზნეს არ გაუძვირდება აქეთ ამ ხარეს. ამ შემთხვევაში მოსახლეობას ალბათ გარკვეულწილად ეჭვის თვალით უყურებს ამ პროცესს, იმიტომ რომ მას არ აქვს იმედი რომ დობის ფაქტორი, იმიტომ რომ ეს ტარიფი რეალურად დაუშვათ ისეთი იქნება და ვიღაც უხეშად რომ თქვა არ იხეირებს და ცუდად არის არგებლებს. ამით მინდოდა ჩემი საუბრის დასრულება რომ ზოგადად საერთოდ ენერგეტიკაც დიდი პოლიტიკის ნაწილია და მოსახლეობას ნდობა უნდა ქონდეს, ან ხელისუფლება უნდა მუშაობდეს იმაზე რომ მოიპოვოს ნდობა მოსახლეობაში, იმიტომ რომ ენერგეტიკული პოლიტიკის გატარება ესე არ ხდება, ასე ვთქვათ, ერთ კაბინეტში, რომ რაღაცას გადაწყვიტა. ანუ ამაში მთელი ქვეყანა არის ჩართული. ანუ თითოეული ჩვენთანაც მიდის და ელაპარაკება მოსახლეობას ამ მიმართულებით. ადგილობრივ დონეზე დავუშვათ მუშაობა თუ მიდის ამ ადგილობრივ დონეზე არის მცდელობები, ანუ ეს ყველაფერი გუბერნატორებს და ასე ვთქვათ, წმუნებულების დონეზე არის, ასე ვთქვათ, გადატანილი, რომ ამ ყველაფრის ახსნა მოხდეს. მე ვერ გეტყვით, რამდენად წარმატებულ ზოგ რეგიონებში წარმატების ძალიან კარგი მაგალითები გვაქვს, ზოგ რეგიონებში არ არის კარგი მაგალითები, ანუ იქიდან გამომდინარე უბრალოდ მოსახლეობას არ სურს ამისი გაკეთება. იმიტომ რომ ვერ ხედავს, ანუ ჯერ ამ ყველაფერს ვერ იაზრებს, ასე ვთქვათ, გლობალურ დონეზე, ანუ სახელმწიფოს საჭიროების კუთხით არ უყურებს ამას და თვითონაც ვერ ხვდება საჭიროებას. ანუ მე ხა ელექტროენერგიაში ვიხდი, რა ვიცი, 30 ლარს, 40 ლარს, ანუ რა გამიიაფდება, თქვენ თუ ამას ააშენებთ? ანუ ესე თუ შეხედა თითოეულმა მოქალაქემ, ეს არის არასწორი შეხედვა არის, ანუ საკითხის მიმართ, ხომ? ამიტომ ჩვენ აუხსნათ, რომ აქ ეს სახელმწიფო ინტერესია და ამ სახელმწიფო ინტერესთან ერთად შენი ინტერესიც უნდა იქნეს დაცული. ძალიან კარგი ინიციატივა იყო, რომელიც მიღებული იქნა, რომ ქონების გადასახადი, რომელიც ამ ასე ვთქვათ, სადგურებიდან მიერ ხდება გადახდა, ანუ ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტში მიდის, რომელიც ამავე მოსახლეობას უნდა მოხმარდეს და იგივე სოციალური სახის პროექტები უნდა განახორციელონ კომპანიებმა, ანუ როცა ბიზნესზე ვსაუბრობთ, ხო ბიზნესმა უნდა გაითვალისწინოს ის, რომ ხან სხვა რიცხვის შეშვება მოგიწევს შენს ტერიტორიაზე, ხან რა ვიცი არის ბიზნესი მზად იმისთვის, რომ დაუშვათ მოსახლეობას მოусმინოს, თუ მხოლოდ სამხრივად ფიქრობს, რომ ეს ჩემი საქმე არ არის. თუ არ არის მზად, ვერ განახორციელებს, დიდ პროექტს ვერ განახორციელებს. ამიტომ ხა შეიძლება ვიღაცამ ააშენოს 2 მეგავატის სიმძლავრის სადგური თავის ტერიტორიაზე, ხა ვიღაცა შეიძლება, რა ვიცი, კარტოფილი ქონდა და ცილებს ის ელექტროსადგურს დგავს და ეს პრობლემა არ არის, მაგრამ როცა ვსაუბრობთ ხა 50-60 ჰექტარზე, 70 ჰექტრის დაკავებაზე და კიდე მე ვიცი, რომ დიდი მასშტაბის პროექტები არის, აუცილებლად მოგვიწევს, რომ ვესაუბროთ. იმიტომ აი, წეგა რაც ვახსენე გარემოზე ზემოქმედების შეფასება, ხო? იმის ფარგლებში გვესაუბრებით ჩვენ, მოგვიწევს საუბარი მოსახლეობასთან. და ამიტომაც მიაქვს ამას, რა თქმა უნდა, რაღაცა პერიოდი ჭირდება, რომ ვესაუბროთ მოსახლეობას, რომ აი რაზე ვახდენთ ზეგავლენას. ყველა ნებისმიერი ობიექტი, ნებისმიერი მშენებლობა არის გარემოზე ზემოქმედება. და ხან ხშირ შემთხვევაში ცუდი ზემოქმედება არის და ჩვენ ასევე უნდა გქონდეს გააზრებული ამ სხვერპლს, იმიტომ ვწევთ, რომ მივიღოთ უკეთესი შედეგი, ხვალ და ზეგ საერთოდ არ ჩაუბნელდეთ და იცით ამ ჩაბნელება ზემოქმედება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომლის დაცვაც კომპანიების მხრიდან აუცილებლად გასათვალისწინებელი ნაწილია. აუცილებლად. კი ბატონო, და ჩვენი საუბრის ბოლოს რეალურად იმ მოცემულობაში, რომელშიც დღეს ჩვენ ვართ, საქართველოს ენერგეტიკული მომავალი და პერსპექტივა. თქვენ თქვით, რომ ევროკავშირი, ანუ სტაბილური ბაზისკენ მივდივართ და ამის ერთგვარი მწვანე ენერგიის მიმართულებით მუშაობა გარკვეულწილად დაწყებულია და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელი ენერგეტიკული მიმართულების ხელმძღვანელი ჯუბა ტურაშვილი საუბრობდა, რომ ამ მიმართულებით იგივე ის საწარმო, რომელიც 4 ქვეყნის მონაწილეობით არის შექმნილი, აზერბაიჯანი, საქართველო, რუმინეთი, უნგრეთი და იგეგმება, რომ დავუშვათ ბულგარეთი შეუერთდეს ამ პროცესს. ეს რამდენად სწორი მიმართულებაა და რამდენად რეალურად მისცემს ბიძგს კერძო სექტორს, რომ რაც შეიძლება მეტი ჩადოს ამ მიმართულებით, მეტად ელაპარაკონ ევროპელ პარტნიორებს, ამერიკელს თუ სხვას და თუნდაც ადგილობრივ ინვესტორი რამდენად გააქტიურდება, როდესაც აი ამ ტიპის მსხვილი მასშტაბური პროექტების განხორციელებას რეალურად დაინახავს. თქვენ იცით, ევროკავშირის დონეზე დემონიზაცია ხდება ზოგადად და ამ მიმართულებით და რაღაც ქვეყანაში ცოტა სხვანაირი პოლიტიკური, ასე ვთქვათ, მომენტები გვაქვს, როცა საუბარია ევროპაში ინტეგრაციასთან მიმართებით და ამ კუთხით
კუთხით, აქციები და ასე შემდეგ იმართება, თუმცა მინდა საამაყო თქვა, რომ ენერგეტიკაში ზოგადად, ჩვენ ვართ ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების წევრები და უკვე თავმჯდომარე ქვეყანა. ხო, და ვითვალისწინებთ რეკომენდაციებს და ამ მიმართულებით მოძრაობთ და მე მაქვს ძალიან დიდი იმედი და სურვილი ეს არც შეწყდება. ამისი ნაწილი არის ზუსტად ის, რომ ჩვენ ამ ასე ვთქვათ პროექტში მიგვიწვიეს და რა თქმა უნდა ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობაც გვიწყობს ხელს, თუმცა უნდა ვთქვათ, რომ ეს ყველაფერი თუ არ იქნება ასე ვთქვათ ევროპის მიმართულებით სვლა, ეს ყველაფერი და ეს მსგავსი პროექტები ვერ განხორციელდება. ასე რომ ჩვენ გარდა ამისა, ჩვენ გვჭირდება კიდევ მეტი ევროპელი ინვესტორი, რომელიც ჩვენი ქვეყნის განახლებადი ენერგიების წყაროებში ჩადებს ინვესტიციას. და ეს არ უნდა იყოს, ასე ვთქვათ, რაღაცა ბარიერი მათთვის და პოლიტიკა, იმიტომ რომ ყოველთვის ვამბობ ხოლმე იმას, რომ დღევანდელი არ აქვს მნიშვნელობა დღეს საპოლიტიკო მდგომარეობა ქვეყანაში, რომელი პარტია არის, ანუ ეს საკითხი არის ზეპარტიული. ეს არის სახელმწიფოებრივი საკითხი, როდესაც ჩვენ საუბრობთ ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე, ეს არის როგორც ჩათვალეთ სუვერენიტეტის დონეზე აყვანილი საკითხი. ჩვენ თუ შეგვიძლია პოლიტიკურად აუცილებლად უნდა გაკეთდეს ეს პროექტი, რაც არის თქო ევროპასთან კაბელით დაკავშირება და მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ თუ რაც შეიძლება მეტი ევროპელი ინვესტორი იყოს აქ წარმოდგენილი, იმიტომ რომ ევროპა მონაწილეობს საქართველოში ინვესტიციაში. მე ძალიან გული მწყდება, უნდა ვახსენო ესეც აუცილებლად EBRD-ის cashback-ი ქონდა, ანუ ნასესხებ თანხისგან 10-15% ვიბრუნებთ, უკვე მაგალითად ეხა ეს არ გვაქვს უკვე, ანუ ეს ხარდაჭერის მექანიზმი იყო, რომელიც დღეს უკვე აღარ არის ასე ვთქვათ ბაზარზე და არ ვიცით საერთოდ იქნება თუ არ იქნება. ანუ EBRD-მა კონკრეტულად შეწყვიტა პროექტის განხორციელება? EBRD-ის მაგალითად თქვენ წინ ვიღაყებით შევასაუბრებდა, რომ EBRD-თან აგრძელებენ ისინი მჩვეულებად პარტნიორობას და რაიმე ტიპის პრობლემა მათ ინვესტირების კუთხით არ ქონიათ. EBRD-ის საკრედიტო ხაზი საქართველოში სხვადასხვა ბანკებში და ამ საკრედიტო ბანკს მოყვებოდა ეგრეთ წოდებული cashback-ი, თანხის დაბრუნება ქართულად რო ვთქვათ, ანუ ეს ნიშნავდა იმას, რომ თუ ვისესხებდით მაგალითად ენერგეტიკული პროექტის განხორციელებისთვის 300.000 ევროზე მეც 15% ნასესხები თანხის უკან გვიბრუნდებოდა, ანუ 45.000 ევროს გჩუქნიდნენ, სულ 300.000 ევროს ქვემოთ ვისესხებდით, ანუ 10% იყო. ანუ ეს გრანტი იყო ჩვეულებრივ, რაც ხელს უწყობდა ამ ყველაფრის განხორციელებას და ეს მოცემულობა დღეს არ გვაქვს. ანუ ზუსტად იმის გამო, რომ ეს დაძაბული ფონია ეს, მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი დარეგულირდება. აქვე აუცილებლად მინდა ვახსენო, მიყვარს ხოლმე, რომ როცა ვიღაცა კარგ საკეთებს, რომელიღაც სახელმწიფო უწყება, აუცილებლად უნდა ვთქვათ, აწარმოეს საქართველო, რომელიც ხარს უჭერდა და უჭერს ამ პროექტებს. ეხლა ვიცი, რომ ფიქრობენ, რომ უფრო მეტად გაფართოვდეს ამ მიმართულებით ხარდაჭერის პაკეტი, ბიზნესი ველოდებით ძალიან ამ ასე ვთქვათ სიახლეებს და კარგია რომ ასე ვთქვათ ეს უწყება და ზოგადად სახელმწიფო ფიქრობს რომ ენერგეტიკა არის პრიორიტეტული დარგი, სადაც ასე ვთქვათ აწარმოეს საქართველო უფრო მეტად უნდა იყოს ჩართული და წარმოდგენილი მხარდაჭერის მექანიზმებით. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის და ბუნებრივია ამ თემებზე საუბარს ბიზნეს პარტნიორის სხვა გადაცემის აქტიურად გააგრძელებს და მე დარწმუნებული ვარ მე და თქვენ კლავაც ბევრჯერ ვისაუბრებთ ამ ნაწილზე. თორიკე დარჯანია იყო ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერის სტუმარი.